დღეს ხუთშაბათია, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დეუნ გიორხელიძესთან ერთად. ანალიტიკის დღეა საშინაო და საგარეო პროცესებისა, ფანტასტიკურად შეიცვალა სიტუაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უსწრაფესა, უბრებისა. საუბრობთ მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ მისგან მოწყვეტილი არანაირი თემა არ გვაინტერესებს, ესაა ჩვენი სახელმწიფო, ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, უსაშველოდ ცუდ პოლიტიკურ მდგომარეობაშია, ხელისუფლებების არაპროფესიონალური და მარიონეტული სულისკვეთების გამო დღეს შეიცვალა, აყირავდა ის სიტუაცია, რა სიტუაციაშიც დაიწყო თუ გნებავთ ამ ხელისუფლებამ საქმიანობა, დღეს სულ სხვა რამეა, წარსულში დარჩენილი ოცნება ვერ იკვლევს გზას და კვალს და იგი აყენებს ქვეყანას მორიგი კრიზისის დროს. დიახ, როგორც ყველა არამეტრი უჩვენებს, 4 ოქტომბერს ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები ექნება. იმიტომ რომ მე რამდენადაც ხვდები, დაკვეთა იქნება ბოლომდე, რომ ხელისუფლება აიძულონ გადადგეს. ალბათ ამ ხელისუფლებას თუ საერთოდ გონება არ აქვს დაშხული, კარგად უნდა იცოდეს ის ფაქტიც, რომ ევროპაში გროვდება ის ქართველები, რომლებიც მზად არიან ბრძოლისთვის და მან ისინი შემოყავთ ამ ქვეყანაში, ასეთნაირად, ისეთნაირად, ჩვეულებრივი ცხადია ისინი შეიარაღებული და სამხედრო ფორმით არ შემოდიან, მაგრამ ესეა განწყობები ასეთია და ვფიქრობ, რომ თუ ხას უსვამ და როგორც ჩანს დასავლეთი გადავიდა ბოლო სერიოზულ შტურმზე წინააღმდეგ, იმიტომ რომ უკრაინას ფაქტობრივად კარტ ბლანში მისცეს რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმებისა, გვიშინ მოხდა ძალიან სერიოზული რამ, როდესაც უპილოტო კატერებმა სოჩის პლაჟზე შეუტიეს ადამიანებს და შეიქმნა ძალიან სერიოზული კრიტიკული მდგომარეობა. ის დაბომბები, რომელიც ხორციელდება დრონების მეშვეობით და ასე შემდეგ, ეხლა უკვე გადაიზრდება სერიოზულზე. ტრამპმა ფაქტიურად დალოცა ევროკავშირი და უკრაინა, წარმატებები უსურვა მათ რუსების წინააღმდეგ. რუსებს იცით უწოდა ქაღალდის ვეფხვი, ამდენი ხანია იბრძვიანო და ვერაფერს ვერ მიაღწიესო და ამიტომ უკრაინას რო გავეცანი და ჩავხედეო საქმესო, ესე იგი უკრაინას შეუძლია ყველად მისი ტერიტორიის დაბრუნება და მეტიცო და რატომაც არაო. მეტში რა იგულისხმება გასაგებია, უკვე გახმიანდა რომ უკრაინამ მოსკოვი უნდა აიღოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბუნებრივია ამ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის პრაქტიკულ იზოლაციაში, იმის გამო რომ არაფორმალურ მმართველს უბრალოდ არავინ არ ელაპარაკება, ამათ კი ვინც არის დიდი სალაპარაკო არაფერია, ეს ჩვეულებრივ ფიცო, ორბანი, კიდე ვიღაცები, მეტი არ ცილდება მათი არეალი რაიმე ურთიერთობებს და ეხლა მე ვფიქრობ, რომ შტურმი იქნება სერიოზული, ვერ გეტყვით როგორ განვითარდება მოვლენები. მანამდე ჩვენ ყველა ქართველს, გულიან ქართველს 27 სექტემბერს ვიწვევთ და გთხოვთ და თხოვნაც არ უნდა იყოს საჭირო, მე და ჩემს კოლეგებს, რომლებმაც ეს საქმე ქართველთა დიდი გაერთიანება იტვირთეს თავზე, აქვთ ერთადერთი სურვილი, რომ საღი ქართველების გარკვეული რაოდენობის ერთობა გამოჩნდეს. ჩვენ დავაყენებთ რამდენიმე მოთხოვნას, რაც უბრალოდ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი.
მიგრანტებთან დაკავშირებული, მიწებთან დაკავშირებული, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული, რომლებიც 90-იანების პერიოდში იძულებული იყვნენ გასულიყვნენ გარეთ და შემდეგ უკვე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მათ მოქალაქეობას არ უბრუნებს, გამოცდებზე უშვებენ თითქოს ეს არაბები, რომლებიც მოქალაქეობაც მიიღეს ბინადრობის სტატუსით საქართველოს ისტორიის უბადლო მცოდნეები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ 27 სექტემბერს და ამის შემდეგ იქნება 4 ოქტომბერი, რომელიც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების იქნება. მე ხას უცვამ იმას, რომ რაც დღეს არის, ამაზე უარესი ვერაფერი ვერ მოხდება. პირიქით, ამ უბედურებამ რომელშიც გახვია ოცნებამ ქვეყანა, შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ უკვე ბელადი აღარ იქნება და ადამიანები იძულებული იქნებიან თავიანთი მასშტაბების შესაბამისად, ვინც არის პოლიტიკაში აქეთ-იქეთ, თავარია გასწორდეს საარჩევნო კოდექსი და შეთანხმება მოხდეს პოლიტიკურ ძალებს შორის თუ რანაირ არჩევნები ჩატარდეს, რომ აქ გაყალბების ცდილობები არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ იმდენად რთული სიტუაციაა, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც იქნება ხელისუფლებაში, ვერ გადაახტება გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და ამას ნებისმიერი პარტიისთვის ექნება შეზღუდები. მაგრამ ეს ყველაფერი წინა, მე მოხაზე ის მთავარი, რომელიც არის, დიახ, საქართველოს კრიზისში შეიყვანა არა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ, არამედ კრიზისში შეიყვანა მისმა დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც 1912 წლის ოქტომბრიდან უბრალოდ არასწორ პოლიტიკას ატარებს. ეს ჩვენი პრობლემაა, სახელმწიფოს პრობლემაა, ამიტომ გვინდა ჩვენ ქართველთა ის გაერთიანება, რომელიც ძალა იქნება და რომელიც პოლიტიკურ ძალებს მიისცემს იმ ჩარჩოს, რომელ ჩარჩოშიც მათ ექნება თავისუფალი მოქმედების საშუალება და ვინ როგორ გააკეთებს, ამასაც როგორ იქნება, იცი, გარდამავალი პერიოდი ექნება, რომ თუ ვერ გააკეთე და დიდი სურვილი ქონდა ხელისუფლებაში მოსვლისა, ისე წახვალ როგორც მოგიყვანეს, ასე რომ დიდი პრობლემას მე ვერ ვხედავ. მთავარია ის განუკითხაობა არ იყოს, რა განუკითხაობაც დღეს ქვეყანაში არის. ეს მთავარი. მეორე, რომელიც ასევე ჩვენ გვეხება უშუალოდ. გაეროს ტრიბუნიდან გულმიცემულმა უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ღიად მიუთითებს იმ პოლიტიკას, რომელსაც დაადგა უკრაინა. არანაირი მშვიდობა, არანაირი მოლაპარაკება გამორიცხულია, მან თქვა, ციცოცხლეს შეინარჩუნებს, ანუ რასაც რუსული სიტყვა ვიჟივანიე ქვია და ქართულში ჩვენ ზუსტი ერთი სიტყვა შესატყვისი არ გაგვაჩნია, ის ვინ, ესე იგი, ციცოცხლეს შეინარჩუნებს, მოდი ასე ვთარგმნი, ის იარაღი, რასაც გადაწყვეტს. ამას წინ უძღოდა ტრამპის შეფასებები, დავდემე, იცით თქვენ ამის შესახებ. ამას უძღოდა რაღაც შეკრებები ევროპაში, რომელიც განწირულია, რომელიც ხაზს უსვავ, განწირულია, მაგრამ ძალიან კარგად იცის, რომ უკრაინის ფინიში როგორ იქნება, მისი ხანგრძლივობა სიცოცხლისა, დიდი სასიცოცხლო პერიოდი ევროკავშირს და ნატოს არ გააჩნია, მაგრამ გასაგებია, რომ ისინი წინააღმდეგობას გაწევენ, ეს დამოკიდებულია იმაზე და შესანიშნავად დააწყო შეერთებულმა შტატებმა საქმე. ევროპა დააფინანსებს უკრაინას, ყველაფერი იარაღი, მას საკუთარი არაფერი არ აქვს. ევროპა რომ ააწყობს სამხედრო მრეწველობას, ისე ააწყო ოცნებამ საქართველოს მრეწველობა. ზუსტად იგივე შედეგი ექნება ევროპას, რაც ოცნებას აქვს
თავისი დანაპირები თუ გნებავთ იმ სასაცილო 100 ქარხნის შესახებ, რატო 100 და რატო 2000 არა ვერ გავიგე. გადამამუშავებელი მრეწველობა გაქვს, ფანტასტიკური რეგიონები გაქვს, სადაც ყველაფერი უნიკალურია, სადაც მაგრამ ამას ცოდნა უნდა, ამას პასუხისგებლობა უნდა, არც ერთი აქვს, არც მეორე არ აქვს ამ ხელისუფლებას, ისე როგორც არ ქონდა წინა ხელისუფლებას, რომელიც იყო პირველი დამანგრეველი ხელისუფლება, რომელიც იყო პროექტი და შეასრულა ის, რაც დაავალეს, მას არ იყო მის პრეზიდენტს, არ იყო ელემენტარული ხედვა იმისა, რომ ახალგაზრდა კაცი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, არა აქვს მნიშვნელობა როგორ გახდით, თავარია რა გააკეთე და რა გააკეთა სახეზეა ყველაფერი, ოცნებამ ღირსეულად ბჭყალებში გააგრძელა წინა ხელისუფლების პოლიტიკა და ამან კიდევ უფრო დიდი წარმატება მიაღწია, იმიტომ რომ ქართველებისგან ფლამის დაცალა ქვეყანა და ისე თურიზმბრძო, რომელიც მას ხარს უჭერს და რომელიც ჩემს გვერდზე ხანდახან შემოვახტუნდება და ესე იგი რაღაც იდიოტების დონეზე საუბრობს, საცოდავი ხალხი, კიდე გეუბნებით, აშკარად საცოდავი ხალხი, აი ამაზე შორს ვერ წავიდა. ესე იგი, ომი გარანტირებულად იქნება, ომი მასშტაბს შეიძენს, ხას უსვამ, ომი სერიოზულ მასშტაბს შეიძენს. ფაქტობრივად, შეერთებულმა შტატებმა უკრაინა და ნატო dalutsa ომისთვის, ნატოს დახმარებით უკრაინა ყველაფერს შეძლებსო. რას ქვია ნატოს დახმარებით? ნატოს რა იარაღი გააჩნია, რომ დაეხმაროს? არა. გასაგებია ყველაფერს მიაწოდებენ, ყველაფერს. მე ეს თითქმის 2-3 წლის უკან თქვი, რომ მოვა დრო, როცა ევროპა და შეერთებული შტატები უკრაინას მისცემს ყველაფერს, იმიტომ რომ მიზანი მიღწეული არ იყო. მიზანი იყო ეჩვენებინათ, რომ რუსეთი იქცევა, უკრაინა უგებს და ეს როგორც კი გამოჩნდებოდა, ნატო შემოვიდოდა უკრაინაში და წაქცეულ რუსულ არმიას, ანუ ასე ვთქვათ, წაფორხილებულ რუსულ არმიას გადაუვლიდა და შემდეგ უკვე რუსეთსაც გადაუვლიდა თავზე. არ იმუშავა ამ სტრატეგიამ, იმიტომ მე მაშინაც ვამბობდი, რომ სტრატეგია იყო მცდარი, ასეც გამოდგა, მაგრამ ბოლო რესურსიც მიუთითე უკრაინით არ დასრულდება ყველაფერი, იმიტომ რომ ევროკავშირი და ნატო იქნება უკანასკნელი ინსტანციის უკრაინა. აი დადგა ის მომენტი, რომელიც ცხადად არის გამოთქმული, ცხადად არის ნათქვამი, რომ ნატო უნდა დაეხმაროს უკრაინას, არა მარტო დაიბრუნოს ტერიტორიები, ანუ ის ტერიტორიები, რომელიც სამხედრო ოპერაციის შემდეგ დაიკავა რუსეთმა, ყირიმიც იგულისხმება და ამის შემდეგ ეს არმია შეიჭრება რუსეთის ტერიტორიაზე და შემთხვევით არ ათქვევინეს ისეთ არარაობას, როგორიც იუშენკოა, რომ უკრაინელებმა მოსკოვი უნდა აიღოს. იუშენკო წლები არ გამოჩენილა, არც აქვს გამოსაჩენი პირი, როგორი ვირეშმაკა მარიონეტი იყო არარაობა, ეხლა დაჭირდათ გამოაჩინეს და ეს ყველაფერი მან ღია თქვა. ამის შემდეგ იყო ზუსტად ტრამპის დალოცვები, რომ ასე იგი მე გავერკვიეო ყველაფერს, ანუ გაერკვა სიტუაციაში, ისე გაერკვა ჩვენი დამაწყებარი რაიმეში და ეხლა უკრაინამ დაიბრუნებს თავის მიწებს. შემიძლია გითხრათ წინასწარ, რომ მე რასაც ჩემი ანალიზის საფუძველზე საუბრობდი, ყველაზე ცუდი ვარიანტი, რასაც გულისხმობდი, ყველაფერი იქეთკენ მიდის. მე დღეს ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, რომ რაიმე შეცდომა დამეშვა, ერთი კაცი შეცდომას უშვებს, აღარ გავაკეთებდი ამ საჯარო შეფასებებს, მაგრამ ყველაფერი ისე მიდის. ომი გაგრძელდება. დასავლეთი უკანასკნელი, მე არ მგონია ჯერჯერობით, რომ ატომური ბომბის მიცემაზე იფიქრობ, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ, მაგრამ ეს უკვე იქნება ზე
გადასვლა ყველაფერი საზღვრისა, მაგრამ რაც დასავლეთს გააჩნია, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც, ევროკავშირის ფულით მიეწოდება უკრაინას. ნატოს ჯარი გადაცმული ისედაც არის ოდესაში და სხვა ლოკალურ განთავსების ადგილებზე, მაგრამ ეს არ არის ღიად. ჩვენ ახლა უნდა ველოდოთ მომდევნო სამხედრო ოპერაციებში, რომ ნატოს ჯარი ღიად იმოქმედებს. ყველაფერი კოსმოსიდან, ყველაფერი ცხადია, ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც, ამერიკული და რუსული მხრიდან კონტროლირდება ყველაფერი. გადაადგილებას დღეს ვერავინ ვერ გააკეთებს, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთმანეთის გადაადგილების შესახებ არაფერი არ იცოდეს, მაგრამ მწვანე შუქი ანთებული აქვს და სამწუხაროდ ჩემი ყველაზე ცუდი ვარიანტი, რომ უკრაინა დიდი ომისთვის ემზადება და მთავარი მიზანი იქნება ამ დიდი ომის მერე რუსეთთან, რომელიც ის ჩაატარებს ნატოსთან ერთად, რაც დარჩება, ის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ნატოში გაწევრიანება თუ ასე თუ ისე, როგორც იქნება. ვერ გეტყვით რა მოყვება ამას. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, დასავლეთის ყველა გეგმა დღევანდელი გადასახედიდან დასამარებული იქნება, მაგრამ ამას შეეწირება ჯერ უკრაინა, შემდეგ შეეწირება ამას აუცილებლად ევროკავშირი. ევროკავშირმა შესანიშნავად იცით. ეს არის ევროკავშირისთვისაც ბრძოლა გადარჩენისთვის, ნატოსთვისაც ბრძოლა გადარჩენისთვის, იმიტომ რომ უკრაინაში მეტნაკლებად გამარჯვებული რუსეთი არის ამ ორი უვარგისი სტრუქტურის დასასრული. ესე იგი, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ სიტუაცია დაიძაბება. რა კავშირშია ეს? ცხადია, ჩვენ რო თავს დაგვანებებდნენ, ჩვენ ვერ ჩავერევით იქ, ვერც ვერაფერს ვერ შევცვლით და რა ჩვენი თავის სატეხია, ჩვენი თავის სატეხი არის ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ჩვენი ქვეყანა ამ კონტექსტში მოიაზრება. თუ რუსეთთან მასშტაბური ომი იქნება, საქართველო არის იდეალური ადგილი გახსნას მეორე ფრონტი რუსების წინააღმდეგ. იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიის არევა რუსეთს დაუჯდება სულ ცოტა მოწყვიტოს და საღაციდან მოიყვანოს 150,000-მდე ჯარისკაცი, ასეთი რესურსი მათ თავისუფალი არ აქვს. 700,000-მდე ავიდა უკრაინაში მონაწილეთა რაოდენობა, იმიტოა შტურმი ყველა მიმართულებით, ძალიან ნელი შტურმია. თქვენ ნუიფიქრებთ იმას, რომ ესკალაცია მოხდება, არ მოხდება ბრძოლების ესკალაცია, მაგრამ ამ ახალი რეალობის შედეგად ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ როგორც უკრაინელებმა დაიწყეს შეტევა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სერიოზულ, ამიტომ ის რაც დაკავშირებულია იმ რესურსთან, რომელთაც მოძრაობს ყველაფერი, მანქანები იქნება, თვითმფრინავები თუ სხვა რამ, ის პრობლემა ხდება და ეს ემთხვევა იმ მდგომარეობას, როდესაც რუსეთში ინფლაციის შეჩერების მიზნით იმ რესურსის შეკვეცა დაიწყო, რომელიც მაღალი მოხმარების დონეს უზრუნველყოფდა, ძალიან მაღალი ხელფასებია, საშუალო დონე, მათ შორის არასამხედრო სფეროში და ამან ბუნებრივია, არაფერი ახალი არ მომხდარა, სწრაფად იზრდება ეკონომიკა, სწრაფად იზრდება ინფლაციას. მთავარია, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი, მათ შორის მოსახლეობის შემოსავლების დის ტემპი წინ უსწრებდეს ინფლაციის დონეს და მაშინ ეს ყველაფერი ნაკლებ შეინიშნება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არის რაღაც ეტაპი, როდესაც ჩვენ უნდა გააცივო ეკონომიკა ხელოვნურად და ეხლა ეს პროცესია, იმიტომ რომ იგივე ნაბიულინა, იგივე სილუანოვი, იგივე ეკონომიკის მინისტრი, ეს ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები არიან, მართალია ისინი მთლიანად არ ჯდებიან
რუსულ პატრიოტულ იდეოლოგიაში, ისინი მაინც იმ რომ იტყვიან ნეოლიბერალური ფრთის წარმომადგენლები არიან, რომელთა პატრონები გარიან, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთის პრეზიდენტს ისინი ჭირდება იმ დასავლეთთან კავშირი რო არ ჩაჭრას და იგივე ნაბიულენა, რომელიც თავიდან ბოლომდე გამოზრდილია დასავლეთში, სხვათა შორის ძალიან გონიერი სპეციალისტია, მისი ქმარით ცნობილი ეკონომისტია, ძალიან კარგი დონის, თუ ოღონდ ლიბერალია აზროვნებით, თუ ის ეკონომიკის გარეთ საუბრობს, არა სამეცნიერო სტატიებით, მე ბევრი მათი სტატიები მაქვს წაკითხული და ვიცი, სერიოზული მეცნიერია, მაგრამ თავში ნეოლიბერალური ტყლაპოა, ამიტომ აქ ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებ. ასე როცა მიდის გონება ამ კონდიციამდე, იქ უკვე სხვა მექანიზმები, მაგრამ ხას ვსვამთ, ეს ხალხი, რომლებიც ნეოლიბერალურ ფრთას წარმოადგენენ რუსეთში და 92 წლის მერე ყველა ფინანსურ ეკონომიკურ სტრუქტურას განაგებენ, პუტინს არ მოუკიდია ხელი არც ერთზე, იმიტომ რომ პუტინის მოყვანის დროს დადებული იყო პირობა, ეს ხალხი არ ჩაერეოდა პოლიტიკაში და პუტინი არ ჩაერეოდა, ეს იყო დათქმა, თქვენ როგორ გონიათ ის მოვიდა და ელცინმა, მარიონეტმა ელცინმა მოიყვანა პატრიოტი პუტინი, მაგრამ არის საზღვრები, რომელშიც მოქმედებს რუსეთის ხელისუფლება, ამიტომ პრობლემებია. გადაულახავი პრობლემები რუსებს უბრალოდ არ აქვს, მათ აქვთ პრობლემები, 18,000 სანქცია და 18,000 სანქცია დაადევით შეერთებულ შტატებს და მისი ეკონომიკა რამდენი თვე გაძლებს ნახავთ. ვერ გაძლებს. იმიტომ რომ სხვა მექანიზმები, აქ სხვა მექანიზმებია, რომელიც მართვის თვალსაზრისით კრიზისულ სიტუაციების უკეთ დაძლევის საშუალებას იძლევა. ასე რომ ქართული სიტუაცია მძიმდება იმით, რომ ამ მოსალოდნელი დაძაბულობის ესკალაცია რუსეთთან ავტომატურად მოითხოვს დასავლეთისგან საქართველოს შართვას, იმიტომ რომ ეს არის უკრაინაზე დიდი პრობლემის შექმნა რუსეთისთვის. ქართველებს მე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე, ამაზე კარგად არ ესმის. საქართველოს ტერიტორიიდან რა სასიკვდილო საფრთხე ელის რუსეთს. სასაული საფრთხე. გაცილებით დიდი საფრთხე ვიდრე უკრაინიდან იყო. უკრაინაც სხვა კონტექსტები აქვს, საქართველოში კი სულ სხვა კონტექსტებია და ჩვენ ვერ გავყოლად თამაში. დღეს პაშინიანი არის მოსკოვში და როგორც ითქვა, იმ ყალბ შეთავაზებზე, რაც საქართველოში გოიმი ქაჯი პოლიტიკოსები წამოიღდნენ ნატოში და ევროკავშირში მიგიღებდო, პაშინიანი ხედავს იმ დიდ პერსპექტივას, რომელიც თუ ის ბალანსებზე იმოძრავებს და თუ ის დანისპირს სწორად გაივლის, სომხეთმა შეიძლება ძალიან სერიოზული ადგილი დაიკავოს სამხრეთ კავკასიაში იმ გლობალურ სატრანსპორტო დერეფნებში, რომლის შესახებაც და რომლის გამოც არის დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში. ჩვენს ტვინგაწყალებულ შინ მავალებს ასე გონიათ, რომ დემოკრატიისთვის მიდის ბრძოლა. ეს სასაცილო რამე. კიდევ გეუბნები, უფროსი თაობის ადამიანი ვარ და მე შეზღუდული ჩემი თავი არასდროს მქონია. რაღაცას გარეგნულად თუ ვერ იდებოდით, თორე როგორც ეხლა საუბრობთ, ისევ საუბრობდით ჩვენ, მაშინ ტელევიზიებში არ მიწვევდნენ, თავისთავად ცხადია, სხვა სისტემა იყო, მაგრამ ინსტიტუტები და უნივერსიტეტები საბჭოთა კავშირშიც იყო ის ოაზისები, სადაც აზრი, ეს სხვა კატეგორიის ხალხი იყო, ყოველთვის იყო
ძალიან თავისუფალი, მოურიდებელი და ღია, ასე რომ ეს ყველაფერი მე არ მიკვირს, ამიტომ ხაზს უსვამ. Pashinianis ბოლო მოქმედებები არის აშკარად სომხეთის ინტერესებში ჩამჯდარი მოქმედებები, მე არ ვიცი როგორ გააგრძელებს ის და თუ საქართველოს ეკნება გონიერი პოზიცია, ჯერჯერობით მე ვერ ხედავ, საქართველოს ხელისუფლების გონიერ პოზიციას მე ვერ ხედავ. ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ თუ ვინმე დამეხმარებით თქვენ და მანახებთ ან ამონარიც გამიკეთებთ ან სიუჟეტს გამომით, სადაც საქართველოს ხელისუფლება უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე საუბრობს. ვერ მანახებთ. თუ მანახებთ, მე საჯაროდ არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც სიჯუტე ახასიათებს. სიჯუტე ახასიათებს უტვინო გაუნათლებელ ადამიანებს. მე ბოდიშსაც მოვიხდი და ვაღიარებ, რომ რაღაცა გამომეპარა, მაგრამ მე იმდენად ყურადღებით და იმდენ დროს უთმობ ამას, რომ გამოპარვით შეიძლება, მაგრამ არაფერი არ არის გამორიცხული, ძალიან გთხოვთ მომეხმარეთ, რომ მაჩვენოთ. ოღონდ არა ის, რომ ეს რამხელა ქველმოქმედია და შენ რა გაგიკეთებია, ამნაირი მე რა გამიკეთებია, ის თუ არ იცით, კიდე გეუბნები. მაშინ რატო უყურებთ ამ გადაცემას? ესე იგი, საერთოდ ამ ქვეყანაზე არ ახართ, მაგრამ გეპატიებად, რა ვალდებული კი ხართ, თქვენ იცოდეთ, მაგრამ ენისტლიკინისთვის კი ბოდიში უნდა მოიხადოთ. ცხადი ეს იმას ეკუთვნის, ვისაც გულისხმობთ, თორე 10,000-ობით ადამიანი უსმენს და უყურებს ამას და ჩემი უდიდესი პატივი, ჩემთვის ეს უდიდესი პატივია, უდიდესი პასუხისგებლობა. წარმოიდგინეთ ახლა 17 და 22,000 ნახვაში ერთი რო შემოვარდება და ორი რო შემოვარდება და რაღაც სისულელეებს დაწერს, ხო? ერთ-ერთი პარტიის წევრი შემოვარდა, მაშინ 12,000 კაცს ჰქონდა ნანახი წინა გადაცემა და კაცო შენო ბერძენიშვილი გჯობიაო აზრის ჩამოყალიბებაშიო საერთოდო, ესე იგი რაც ლაპარაკობო ვერ გავიგეო და რო კითხო ისეთი პარტიის წევრია, რომ ესე იგი არიქა ხო ესე იგი მესაცოდავი, ესე იგი აზრს ვერ ვაყალიბებ და არ შემიძლია, ხო? კაი, ხანდახან ეს სამხიარულო რაღაცების წაკითხვაც საჭიროა, იმიტომ რომ შენ უნდა იცოდე, რომ შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინც უნდა არიქა ხელის გულზე დაგისვან და სული გიბერონ და რაღაც გიძახონ. მე ჩვეულებრივი ქართველი ვარ, ძალიან კაი ქართველი ვარ სხვათა შორის. მოურიდებალ თვიბრზე ამ ქვეყნისათვის და ჩვენ დიდი შანსი გვაქვს იმისა, რომ ეს ქვეყანა ქართველების ქვეყნად დარჩეს, თქვენთან ერთად ამას ჩვენ გავაკეთებთ. ესე იგი, ნახეთ რა შევეხე შიგა მდგომარეობას, შიდა კავკასიურ მდგომარეობას. ალიებმა მე მგონი სადღაც კოორდინატა სისტემიდან გავიდა, სრულიად გაუგებარ სიტუაციაში. Pashiniani აცკარად გააქტიურებულია და აბსოლუტურად სწორად გააქტიურებულია. თქვენ გახსოვთ ჩემი შეფასებები სომხეთის პოლიტიკისა, მაგრამ რეალობა Pashinianმა ეს გაიაზრა რის ხარჯზე. სომხეთი მართლაც შეიძლება სერიოზული კვანძი გახდეს. არავის არ აქვს ამიერკავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში იმაზე კაი შანსი იყოს სერიოზული ცენტრი სტაბილურობის გარანტი სამხრეთ კავკასიაში, რაც აშკარად უმნიშვნელოვანესია გეოპოლიტიკურად დაპირისპირებული სახელმწიფოების, რუსეთისა და შეერთებული შტატებისათვის ხაზს უსვამ. რუსეთი და შეერთებული შტატები. ევროკავშირი არავინ არ არის.
ევროკავშირს საერთოდ მსოფლიოში არავინ არსად არ თვლის არაფრად. ნახეთ, დღეს ჩემს Facebook გვერდზე დავდე ცნობილი ინგლისური გამოცემის სტატია. ეს შეფასებები რაც იქ წერია, მე წლების წინ მაგ გაკეთებული, იმიტომ კი არა რომ ევროპა ცუდია, ევროპა ცუდი კი არა, კლასიკური ევროპა იყო ბრწყინვალე. დასავლურ ევროპული ცივილიზაცია, 400 წლოვანი ცივილიზაცია იყო კოლოსალური მასშტაბის ცივილიზაცია, რომელმაც ადამიანი სულ სხვა დონეზე გაიყვანა, ისეთი გარემო და თამაშის წესები შექმნა, რომ ადამიანმა გამოაჩინა თუ რა უსაზღვრო შესაძლებლობები გააჩნია მას. მე გავიზარდე ამ წიაღში, არაერთხელ მithქვამს, ლიტერატურა, მუსიკა, ისტორია, პოლიტიკა, თუ რაიმეა, ყველაფერი ძალიან დეტალებში ვიცი. დიდი დამფასებელი ვარ კლასიკური ევროპისა, მაგრამ როცა შევხედე, რომ ეს ევროპა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით და წავიდა იმ მიმართულებით, რომელშიც მე გავიზარდე. მე გავიზარდე საბჭოთა სისტემაში და ვხედავდი, რომ გაუკუღმართებული საბჭოთა სისტემა ევროკავშირის სახით მოევლინა ჩვენ რომ ევროპა გვინდოდა, ის კლასიკური ევროპა იყო. კლასიკური ევროპის გრევის დასაწყისს მე მოვესწარი, ძალიან აქტიურად ვიყავი ჩაფლული, ვიცოდი რა ხდებოდა 1968 წლის პარიზის მოვლენები. ეხლა მე არ მივდივარ ოსვალდ შპენგლერისკენ, სადაც ბრწყინვალე ორტომეული მაქვს შტუდირებული თავიდან ბოლომდე, ფანტასტიკური ნაწარმოებია, ევროპის დასასრული, დაისი. მან ეს ადრე დაინახა, მაგრამ მე გეუბნებით იმას, რაც მე დავინახე, როგორ დაინგრა შეხედულებათა ის სისტემა, რომელიც კლასიკურ ევროპულს უკავშირდებოდა და 68 წლიდან 7 წლის მერე უკვე 70-იანების მეორე ნახევარში უკვე სხვა იყო. ეს იყო ნეოტროცკიზმის გზაზე, ნეოლიბერალიზმის გზაზე შემდგარი თავის დამსამარებელი ხელისუფლების მეშვეობით და ნახეთ ბრიტანული გამოცემა უდიდესი ცივილიზაციის დაღუპვა ხდება, სიკვდილი ხდება. დიახ, მე ხო ამაზე რამდენი ხანია საუბრობ. არიქა შენ პორტარტული შპიონი ხარ და ესა ხარ და ესა. ეს ქვეშაფსია ვითომ ევროპაში მიმავალი, შინ მიმავალი, დამპალი იდეოლოგიით გამოთაყვანებული ხალხი. რამდენჯერ შევთავაზე მოვალ სადაც გინდა 100,000 იყავით, ყველას დაგელაპარაკებით. აუდიტორიაში გინდა აუდიტორიაში არ არიან ამის გამკეთებლები. ისინი უნდა დაძრებოდნენ ამ ინტერნეტ სივრცეში და რაღაცებს მაიმუნობდნენ, ჩათლახობდნენ, სხვანაირად რო თქვა. მაგრამ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რა კი ამ საჯარო სივრცეში შემოსული ვარ, მე ძალიან კარგად ვიცი, რამხელა და უკვე რამხელა იყო ზეწოლები, მაგრამ მე ისე ვცხოვრობ, ვაგზელებ, მუშაობ ძალიან სერიოზულად და ამ შედეგებს ჩვენ ერთად მოვიმკით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უსაშველოდ საშეშ მდგომარეობაში. უახლოესი მომავალი ბევრ რამეს გასცემს პასუხს, მე ერთხელ თქვი და გავიმეორებ, დაუშვათ რომ საქართველოს დღევანდელმა ფაქტიურმა ხელისუფლებამ ოცნება რასაც ქვია და სინამდვილეში ერთი არაფორმალური მმართველია 4 სექტემბერს თუ ოქტომბერს შეძლო ეგრეთ წოდებული ბჭყალებში არჩევნებზე გამარჯვება და დაძლია ის წინააღმდეგობა, რომელსაც ნაწილობრივ აკონტროლებს. ამათ რამდენი ფულიც არ უნდა გადაუხადო, ნაწილობრივ აყავს მოსყიდული, იმიტომ რომ ხაზს უსვამ. ეს ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ. კარგად დაიმახსოვრეთ. თუ თქვენ პოლიტიკაში აქტიური იქნები და ვინმე სიყიდით, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ უჩათალახესი ადამიანი იყიდეთ
და მისგან ყველაფერს მათ შორის დანის ზურგში ჩაცემას უნდა ელოდეთ. ამიტომ ივანიშვილმა რამდენი ფულიც არ უნდა უხადოს ამ ოპოზიციას და უხადა ბლომად, ის კაის ვერაფერს ვერ მიიღებს მისგან. ეხლა ხაზს უსვამ, დავაკვირდეთ ერთ რაიმეს, ჯერჯერობით არა მაქვს სრული ინფორმაცია, მაგრამ მაქვს საკმაოდ დიდი ინფორმაცია. თუ ბოლომდე იქნა დაკვეთა, რომ წინააღმდეგობა არ მოიხსნას და ეს ხელისუფლება ჩამოიშალოს, ძალიან მარტივად გაკეთდება და ვერანაირ კანონიერ გზას ვერ მიმართავს ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ანუ ლეგიტიმურ ძალადობას. რატო? შენ თუ 200,000 კაცი მოგადგა, შენ იმას ვერანაირ ლეგიტიმურ ძალადობას მოგადგა, იარაღით კი არა, მოგადგა, რომ წახვიდე სახში და ეს ქვეყანა ბოლომდე არ დააქცია. მაგრამ ხაზს უსვამ, იარაღი მზადდება, ხალხი მოდით ასე ვთქვათ, ფარულად შემოყავთ. ეს მე ვიცი ერთმა კაცმა ამ სიტუაციებში კარგად გარკვეულმა კაცმა. ამ ხელისუფლებამ თუ ნებივრობენ ახლა რომ დიდ ფულებს ესე იგი მოეჭიდნენ, ახლა საპირისპირო კლანებს ოცნებაში წაართვეს რაღაცეები, დაიჭირეს, სხვა შეიძლება თქვენ დაგიჭერენ, კიდე გეუბნებით. ელემენტარულზე, ელემენტარულ რამეს გეუბნებით. ამიტომ საწყალი სეთურიზმო, რომელიც აღფრთოვანებულია ხელისუფლებაში მყოფი ხალხის დაჭერით, თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ეს ხალხი, ვინც დღეს წარმოადგენს მთავრობაშიც და ლიდერებს, ეგრეთ წოდებულ ლიდერებს პარლამენტშიც, ამ ჭაობის ნაწილები არიან. ესე იგი, რა შეიძლება მოხდეს, დაუშვათ და მოდი გავარჩიოთ სცენარი, დაუშვათ და ეს ხელისუფლება იძულებული იქნეს წავიდეს. გასაგებია, წასვლა ეს იქნება, დროებით ხელისუფლება დარჩებიან, დაინიშნება არჩევნები და ასე შემდეგ. თუ გახსოვთ თქვენ, პირობა ჩვენ დავაყენეთ ასეთი, რომ ამ კრიზისიდან, რომლის დამძლევი არანაირად ოცნება არ არის, მას არაფერი არ გააჩნია, არც პროფესიული დონე, არც ავტორიტეტი, რომ მან პოლიტიკურად დაარეგულიროს შიგა პროცესი, ამიტომ განწირულები არიან. ჩვენ ვთქვით, ერთადერთი გზა ეს არის კანონიერების აღდგენა, ის კანონიერი უზენაესი საბჭო, არაფერი რევოლუცია არ ხდება, თქვენთან ერთად გამოაცხადებს ახალ არჩევნებს. ამ ახალი არჩევნების ჩატარება მოხდება იმ კანონმდებლობით, არა იმ ჩათლახური კანონმდებლობით, ახლა რომ აქვთ, სადაც ყველაფერი ოცნების ხელში, არამედ ისეთი, რომელიც გამორიცხავს გაყალბებას, ეს ელემენტარულად კეთდება. მთავრობა გააგრძელებს საქმიანობას, როგორც დროებითი მთავრობა, დაინიშნება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, როგორაც გაიმარჯვებს, ხმას ვერავინ ვერ ამოიღებს, იმიტომ რომ ეს იქნება შეთანხმებულ რეჟიმში ვინმეს გამარჯვება, მათ შორის თუ გნებავთ ოცნების გამარჯვება, თუ კი გაიმარჯვებს. ვისი უნდა ეშინოდეთ? ხო ტრაბახობენ, რომ ხალხი ჩვენ გვიჭერსო, ხო? მიიღეთ სამართლიან არჩევნებში და ეს ხალხი თუ თქვენი მხარდაჭერია, თქვენ კაციშვილი ვერ ამოიღებს. მე რა ვთქვით, რომ ახალი მთავრობა, რომელიც შემდეგ არჩეული იქნება, ჩამოიღებს იმ ტრიან საქმეებს, რომელიც სახელმწიფო დანაშაულთან არის დაკავშირებული, სასამართლო წესით, რაც შესაძლებელია გასამართლდება, რაც არ ექვემდებარება სასამართლო გზით დაჟას, ყველაფერი ამინისტირებული იქნება, ყველაფერი გასწორდება და ჩვენ ცარიელი ფურცლიდან დავიწყებ ცხოვრებას, იმიტომ ამას ითხოვს ქართველების მომავალი, ქართული კულტურის მომავალი, საქართველოს მომავალი. ნახეთ? და როცა ეს ყველაფერი სერიოზულად დავასაბუთეთ, გავიდა ორი თვე იყო მე მგონი გასული ჩვენი ინიციატივიდან და გამოჩნდა ჯგუფი, რომელიც წინა ხელისუფლების
ზვიადგამსახურდიას ხელისუფლებაში მოიაზრებოდა გარკვეული და მათ ზუსტად იგივე გაიმეორეს, დააჩქარეს და აღადგინეს და ასე შემდეგ და თურმე მიზანი რა ყოფილა გუშინ ერთ-ერთმა, რომელსაც ის ადამიანები მაინდა-მაინც კარგად გვარი არ მინდა დავასახელო, იმიტომ რომ მე არა მაქვს ამ ხალხთან კავშირი, ვისაც მე ვიცნობ, რამდენიმე ღირსეულ ადამიანს, ნამდვილად ღირსეული ადამიანები არიან, ამიტომ და გუშინ მათ გამოაცხადა, დიახ, ჩვენ კანონიერი ხელისუფლება ვართ, ისინი ერთად არიან ნაცმოძრაობასთან და სხვებთან, 4 ოქტომბერს ჩვენ ესე იგი ამათ ჩამოვყრით, ბრიტანეთი ჩვენ გვაღიარებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, მე ახლა არ მიკვირს, რატომ დაემხო ზვიადგამსახურდიას ხელისუფლება. იმიტომ რომ იმ რგვალ მაგიდაში საქართველოს იმდენი მტერი იყო, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოჩნდნენ და ეხლა ეს აღდგენა გააკეთეს არა იმიტომ რომ ჩვენ მართლა განთავისუფლდეთ წარსულისგან და ახალი საქართველო ავაშენოთ შეთანხმებული, მე რა რომ ვიღაც ლიბერალია, ვიღაც კონსერვატორი, ვიღაც სხვა ამას მნიშვნელობა რა აქვს. ჩვენ გვჭირდა საერთო მომავალზე, ჩვენ სახელმწიფოზე შეთანხმება, ხო? ეხლა ამის მთავარი მიზანია თურმე ნაცმოძრაობასთან და სხვებთან ერთად ამ ხელისუფლების ჩამოგდება, ბრიტანეთი აღიარებს ამას ყველაფერს, შემდეგ სხვები აღიარებენ და აი ასე განვითარდა. ესე იგი, ეს სრულიად ახალი შტრიხია. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს უდიდესი ტრაგედია ხას უსვამ. კანონიერი ხელისუფლების იარაღით ჩამოგდება იყო უდიდესი ტრაგედია, რამაც ლამის ქართველებისგან დაცალოს ეს ქვეყანა. მილიონამდე მიგრანტი, მოქალაქე, ბინისტა საკუთრების ფლობელია უკვე მუსულმანური სამყაროდა. მაგრამ ასია ქართული რეალობა. ესეც უნდა გქონდეს მხედველობაში და 27 სექტემბერს ჩვენ ველით ყველა საღ ადამიანს, რომელსაც გააზრებულ თუ რა დიდი საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. დიახ, ამ კრიზისში ქვეყანა შეიყვანა ქართულმა ოცნებამ. მათ ჰქონდათ ყველაფერი, ქართულმა ხალხმა ყველაფერი მისცა, მათ დობა მისცა, ყველაფერი მისცა, ელემენტარული რაღაც მოთხოვა. არ უთხოვია, რომ მაცხოვრე კარგად და არ იქა შენი ჭირი. სამართლიანობა აღადგინა. დედის დედა უტირեց ქართველებს. სამართლიანობა კი არა, კოჰაბიტაცია დაგვავალა საქართველოს მოსახლეობამო ერთმა მამადუ პოლიტიკურმა ლიდერმა განაცხადა. შედეგი სახეზეა. ყველა გააქტიურდა, დააკვირდით დღეს, ნახეთ იმ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ვინ გააქტიურდა? ყველა ვინც მეხუთე კოლონას წარმოადგენს, პირდაპირ ფინანსირდება გარკვეული მიზნით. ცხადია, შანსი გაეხსნათ და ფინანსება წამოვიდა, თუ წარმატებას მიაღწიეთ გარკვეული პერიოდი, სანამ ქართველები აზზე მოვლენ. კვლავ იბაირამებენ, იმიტომ რომ ხელისუფლებაში როცა იყვნენ, ბაირამობის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ და ჩვენ ფაქტიურად ბოლო რესურსზე გავდივართ, რომლის შემდეგაც 7 წლის მერე ხაზს უსვამთ. არანაირ ცდილობას, არანაირი აზრი არ ექნება. ყველაფერი ამ ქვეყანაში დასრულებული იყო. ახლა განსაკუთრებით პატრიოტული ბჭყალებში და იქ მოაზროვნე ბჭყალებში ხალხის
საქართველო ორჯერ გამქრალი იყო პირისაგან მიწისა. არაფერი არ გადაარჩენდა მას. თურქეთის საზღვარი შუაგურიაში გადიოდა. სანაძლეოს დავდებთ, უგნებავთ ეს რომ იცოდეს იმ ევროპაში მიმავალმა არარაობებმა. საქართველო ერთიანი ქვეყანა არ არსებობდა, ყველაფერი იყო დაშლილი უკანასკნელ დონემდე. მათ შორის კავშირებიც კი არ არსებობდა. ჩვენ არავინ არ გადაგვარჩინა, აბა როგორ გადავრჩით? ერთ იმპერიას მეორე იმპერიასთან დაპირისპირებაში იმპერიული ინტერესები აიძულებდა ეს რეგიონი გაეძლიერებინა ისე, რომ მეორე იმპერიისთვის გადაეკეტა გზები. ეს შედიოდა რუსეთის იმპერიის ინტერესებში. ის, რომელიც ქართველი ისტორიკოსების ყველაზე, რო იტყვენ, პირდაპირ სახელით ქვეშაჯმია საქციელი. რა არიცით? ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიას შორის 50 წელი ომობდნენ ისინი, დაიდო, კარგად გადათარგმნეთ და საქართველოს მოსახლეობას წარუდგინეთ. ამ ომში ზავის შემდეგ რა იქნა? ყველას თავისი სახელები აქვს, ამას მე ცალკე მიუძღვნი გადაცემას. ამ ომის შემდეგ რა ზავი დაიდო და რა ტერიტორიები დაბრუნდა და ასე შემდეგ ეს ერთი მხარე. ამის შემდეგ რაღაცები მოხდა, ხო, 736,000-მდე დასული ხალხი, ხას უსვამ. ქართველი რო ქართველია, საქართველო რო ფანტასტიკური კულტურის ქვეყანაა და დიდი წარსულია, ამისთვის არავის არ გადაურჩენია. ინტერესების ფარგლებში მოქმედებდნენ რუსები და უდიდესი რამ გაკეთეს საბოლოო ჯამში საქართველოს. მეორე ნიკოლ ორთქიფანიძის ცნობილი ნაწარმოები იყიდება საქართველოს. ნიკოლ ორთქიფანიძის ოჯახს ეკუთვნოდა ჩემი სოფელი, ჩემი მამული, სოფელი ძეძილეთი, იქაური კაცი, ისინი თორცდები ქვილიშორში ცხოვრობდნენ, წყალდუბოსთან ახლოს. ძალიან სხვანაირი კაცი იყო. კაცი კიოდა, იმიტომ რომ მის თვალწინ მისი ქვეყანა იყიდებოდა და ერთადერთი რამაც გადაარჩინა საქართველო, გაყიდული საქართველო, თბილისში 10% იყო ქართველების, არაფერი თბილისში ქართველებს არ ეკუთვნოდა. რევოლუციამ, კარგია, ცუდი არ ვამბობ, მე ვამბობ ფაქტს. გაყიდული საქართველო გადაარჩინა რევოლუციამ, რომელიც თავისთავად იყო სერიოზული პრობლემა ყველასთვის, იმიტომ რომ განვითარების სხვა მიმართულება შეიძლება ქონოდა. რევოლუციამდე იყო საქართველოს ერთ-ერთი უვარგისი ხელისუფლება, მენშევიკების ხელისუფლება. არ ვსაუბრობ ამ თემაზე და მოხდა ის, რაც მოხდა. შემდეგ ჩაგვივარდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო პროფესიონალი ეკონომისტების შეხედულებით უახლოესი რეფორმების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ეკონომიკური ვეფხვი უნდა ყოფილიყო. საქართველოს ჰქონდა ყველაფერი. საქართველოს ვერავინ ვერ შეედრებოდა სოციალისტურ სივრცეში. ვერც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ვერც პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ვერავინ ახლოს ერთადერთი იუგოსლავია იყო მასზე წინ შესაძლებლობებით, იმიტომ იქ ადრე დაიწყო რეფორმები, მაგრამ შემდეგ იცით როგორ დაანგრიეს იუგოსლავია და აღორძინების ნაცვლად წელიწად ნახევარში ყველაფერი ფსკერზე დავიყვანეთ, დავანგრიეთ, გავანადგურეთ და ისიც ვერ გაგვიგია რა მოხდა, როგორ მოხდა. ტყუილში ვართ, ტყუილში ცხოვრობთ დღემდე,
მე არ ვცხოვრობ, იმიტომ გელაპარაკებით, იმიტომ რომ მე არ ვეგუები ამ ტყუილს. ეხლა ჩვენ გვაქვს შანსი, სანამ დამოუკიდებელი სახელმწიფო დაგვიკარგავს. თუ ყოფნის ცოდნა, ინტელექტი, შემართება, უნდა გინდოდეს. 27 სექტემბერთან დაკავშირებით დათო ჭაბუკაშვილი და კიდევ ერთი ძალიან სერიოზული კაცი დადიოდნენ მანქანით სპეციალურად დავიქირავეთ, რომ 27-ისთვის ხალხისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა და იცით ერთმა ჯერმა ქართველმა რა უთხრა ამათ. მართალია იქ ქუჩის მოვაჭრეებმა ქოქოლა დააყარა, სულ ფეხებზე მკიდია ჩემი ქართველობა მეო. დღეს ეს ტრაგედიის დასაწყისი. ეს ერთი კაცი რო იყოს, ერთი კაცის გონება გასული საუბარი არ არის ეს ერთი კაცი. ჩვენ არა ვართ პრივილეგირებული პარტიის ლიდერები და არიქა ყოყოჩები, ჩვენ არანაირი თანამდებობა არ გვაქვს და არანაირი თანამდებობა არ გვექნება. ჩვენ ვართ ქართველთა დიდი გაერთიანების ინიციატორები და ყველა ქართველი გვინდა ფეხზე დავაყენოთ, ვინც საღია. ჩვენ ვაწყდებით ასეთ რაიმეს. კაცი, საღი, ახალგაზრდა, შეხედავ საღია, თორე საღი კი არა დაქცეულია, ხო? ფეხებზე კიდია თავისი ქართველობა. და ის გაჭირებულმა ადამიანებმა, რომლებიც ქუჩაში რაღაცებს ყიდიან, ძალიან სერიოზული ქოქოლა დააყარეს და არ დააკლეს არაფერი. ჩვენ სწორედ ამნაირი ქართველების იმედზე ვართ და ამის იმედი რო არ იყოს ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებდით. 27-ში ჩვენ არც მოლოტოვის კოქტეილები გვექნება, არც ფირწყლებს დაგირიგებთ, რომ ხელისუფლებას ვეკეთოთ. ჩვენ ვიწყებთ იმის დემონსტრირებას, რომ ქართველები არის ძალა, რომელიც თანდათან აიკრიბება და თქვენ ხელისუფლებაში მყოფ ხალხს და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ნუ გონიათ, რომ თქვენი სათარეშოა ეს ქვეყანა. ამას თუ გვერდში არ დაუდეკით თქვენ, მე შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაშინ იმ ადამიანივით შეგიძლიათ მშვიდად თქვათ, რომ ფეხებზე კიდია თქვენი ქართველობა. მე არ მკიდია. მიმაჩნია, რომ ფანტასტიკურია, რომ მე ქართველად დავიბადე. ფანტასტიკურია ის გზა, რომელიც გავიარე, ფანტასტიკური მშობლების ხელში. იმ ფანტასტიკური ხალხის ხელში, ვინც მე დასავლურ კულტურას მაზიარა ფაქტიურად 4 წლიდან და გამაძლიერა, გამოუკეთეს ქართველა. იმიტომ ვიბრძვით ახლა ჩვენ არ შევწყვეტ ამ ბრძოლას, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ აუცილებელი რაოდენობა საღი ქართველების არსებობს, ისინი დაუდგებიან თავის ქვეყანას და ეს ძალა ყველას აიძულებს შეთანხმებულ რეჟიმში იყვნენ პოლიტიკაში, აკეთონ ვალდებულებები, რომელიც მათ აკისრიათ, მოვალეობები, რომელსაც ესა თუ ის თანამდებობა განსაზღვრავს, თუ ისინი გაიმარჯვებენ და ქვეყანა ნელ-ნელა წავიდეს წინ. ჩვენ არა ვართ იდეალისტები და არ ვფიქრობთ, რომ ხვალ კარგად იქნება ყველაფერი. ხვალ შეიძლება დაიწყოს კარგად ყოფნის პერიოდი, რომელსაც ნელ-ნელა აღმავალი გზით ადამიანი ძალიან მალე იგზნობს საკუთარ ტყავზე და ეს უკვე იქნება დიდი გამარჯვება. ამიტომ გარდატეხის მომენტია, თუ ჩვენ ეს სიტუაცია ვერ გავტეხეთ, ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუ ჩვენ ეს სიტუაცია გავტეხეთ და იმედი მაქვს, მაშინ ამ ქვეყნის მომავალი და ამ სახელმწიფოს მომავალი გარდაუვალია,
ფანტასტიკური ქართველი ახალგაზრდა არა ის საცოდავი მოტყუებული რუსთაველზე რო იკრიბება და შინ ევროპაში მიდის. წარმოგიდგენიათ ქართველი ახალგაზრდა კაცი 18, 20, 22, 24 წლის ევროპაში მიდის და მასაც ფეხებზე კიდია რომ ქართველია. იმიტომ რომ ის ლოზუნგები, ის სახე, ის ლექსიკა, რომლითაც ისინი ლაპარაკობენ ნორმალური ახალგაზრდის საღი ახალგაზრდის შეხედულებები არ არის, მაგრამ ისინი მოტყუებული არიან. მე ვსაუბრობ იმ ნაძილებზე, რომელიც საშუალო და უფროს თაობას მიეკუთვნება. ამ ნაძილებს თუ ჩვენ დაუთმობთ ამ ქვეყანას, ვერავის ვერ დავუბრალებ. ახლა მასონებზე ლაპარაკი არ იქა რა მასონი, შენი ქართველების ხელით მოხდა, ყველაფერი თუ რაიმე მოხდა. ქართველზე დიდი სისაძაგლე საქართველოს წინააღმდეგ არავის არ ჩაუდენი. მათ შორის უახლეს ისტორიაში. და თუ რაიმე მოხდა და ამის ცნება მივეცით, ესეც ქართველების ხელით გაკეთდება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევხვდებით 27-ში რუსთაველის ძეგლთან, მეტრო რუსთაველთან და იქ გავაგრძელებთ საუბარს. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში.